ავიცით. გამარჯობა, დღეს წამოვედით კოჯორში, მარშრუტი გვაქვს ეგეთი, კოჯრიდან უნდა ჩავიდეთ ასურეთში. დიდი ხანი ასურეთის ნახვა მინდოდა, რაც რეკონსტრუქცია ჩაუტარეს იქაურობას და განაახლეს და ისეთი მარტივი, სასიამოვნო, მაგრამ ისტორიული ძეგლებით დატვირთული სანახაობრივი გასვლა გვექნება და გაგიზიარებთ ჩვენი ლაშქრობის მომენტებს. ეხლა მოვედით ციყვების პარკი ქვია ამას და აი ციყვი იყო. სამი ციყვი გადავიღეთ და მე მგონი სავსე არის აქაურობა მართლა ციყვებით. წესით საინტერესო გასვლა გვექნება. წავედით. რამდენი ციყვი არის? ოპა. როიმალებიან. ან რატო არის ციყვი საყვარელი და ვირთხა არ არის საყვარელი? ხო, დიდი არაფერი თვალობა არა. მართალი ხარ. შეიძლება National Geographic-ს მივყიდოთ ეს. ვაიმე. ჯერ მემორიალი უნდა ვნახოთ, მერე კოჯრის ციხე უნდა ვნახოთ, მერე დავეშვებით, ეს ბილიკი როგორც მიდის, ისე არ ვეშვებით. გაცილებით უფრო სანახაობრივი ბილიკით ვეშვებით კაბენის მონასტერთან. ეს არის იუნკერების მემორიალი. 1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა, შემოგვიტია. აქ კოჯრის მისადგომებთან ვებრძოდით, ვიგერიებდით და იმ ხალხის მოსახსენიებელი არის, იმ ხალხის მოსაგონარი მემორიალი არის. იუნკერები კი ქვია, მაგრამ იუნკერების გარდა იქ ძალიან ბევრი სხვა ნაწილებიც იბრძოდა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანის მემორიალია, რომელიც საბოლოო ჯამში წითელ ექსპანსიას ებრძოდა. ძალიან ძვირფასი ადგილია ეს ჩემთვის და წარმოიდგინეთ, ანუ აზერბაიჯანი გაწითლებული იყო, სომხეთი გაწითლებული იყო და ერთი საქართველო ვიყავით დარჩენილი და ყველა მხრიდან აბსოლუტურად საიდანაც შეეძლოთ ერთობლივად შემოგვიტიეს და ფაქტობრივად ღირსების ბრძოლა გაუმართა აი ამ ხალხმა. უზარმაზარ სამხედრო მანქანას დაუპირისპირდნენ, ქართული სამხედრო მუნდირის ღირსება შეინარჩუნეს და თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ არ გვეთქვა, რომ ჩვენი ნებით დავთმეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დაგვიტოვეს სათქმელი ის, რომ ბრძოლაში იმ მომენტში დავმარცხდით, მოგვერივნენ რუსები, თუმცა ძალით მოგვერივნენ და ნებით ჩვენ არ დაგვითმია არც თავისუფლება და არც დამოუკიდებლობა. და აქ წერია ძალიან ძვირფასი სიტყვები, რომელიც დღესაც აქტუალურია და ესე იკითხება ისინი, ვისთვისაც თავისუფლება მეტი იყო ვიდრე სიცოცხლე. და ესეთი ხალხი ცოტანი არიან და ღმერთმა გვიმრავლოს. ძალიან ძვირფასი ადგილია ეს და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი აქ ნამყოფი უნდა იყოს და ამ ადგილს პატივი უნდა მიაგოს. სამწუხაროდ თლად მოვლილი და ნაპატრონები ვერ არის აქაურობა. გამოვწვით ახლა წმინდა გიორგის ეკლესიას, მერე არის იუნკერების მემორიალი, ხო? და ავდივართ ესე ზემოთ ქოროღლის ციხეზე. აქ თავის დროზე, ანუ საუბრობ დაახლოებით, ალბათ პირველად მოვედი 2008-2009 წელს. ესეთი დახრამული და გაუბედურებული ეს ადგილი არ იყო. ერთი გზა ადიოდა, ისიც ბილიკის სახით ადიოდა. სატელიტურ სურათებზეც ჩანს. ეხლა პრობლემა რაში არის? ადამიანები მოდიან, უნდათ რომ ნახონ ციხე, ბოლო 50-100 მეტრის ფეხით გავლა ეზარებათ და მოტოციკლეტებით, მაღალი გამავლობის მანქანებით, რა თქმა უნდა, ეს მაღალი ის ჭირდება, ბრუნი ჭირდება, ეგრეთ წოდებული დაბუქსავება და ამ ბუქსაობით რო ადიან, ჩვეულებრივად ეს მიწა ითხრება. ამას ქვია ეროზია. და ეხლა იმის ნაცვლად, რომ აქ მწვანე მინდორით, პატარა ბილიკით ავდიოდეთ და ვნახულობდეთ ჩვენს ლამაზ ციხეს, მთელი ეს არეალი, აი რასაც ზემოთ უყურებთ, არის დახრამული, გაუბედურებული. ყოველ წვიმაზე ამის შემდეგ ეს მიწა და ის ქვემოთ ჩამოვა და ამის აღდგენა არის ძალიან რთული. აი ამას იწვევს ბევრი ადამიანის დაუფიქრებლობა. ერთი ადამიანი მოვა იფიქრებს, მე რა უნდა გავაფუჭო, ან შეიძლება მაგაზე ცხოვრებაშიც არ დაფიქრებულა, მაგრამ საბოლოოდ შედეგს ვიღებთ ამას. თბილისთან ახლოს ულამაზესი ადგილი არის აი ესე გაუბედურებული. მისასვლელი გზა არის აი ესე გაუბედურებული. ხო და რომ მოდიხართ ასე წმინდა ადგილზე, თქვენ ოჯახაშენებულებო, გააჩერეთ მანქანა ქვემოთ, გადმოდით ფეხით, ბოლო 100 მეტრი გაიარეთ ფეხით, პატივი ეცით იმ ისტორიულ ძეგლს, მოინახულეთ და ჩამოისეირნეთ. რა გვჭირს ეს როდის დაგვემართა, რომ ფეხით სიარული ჩვენთან გახდა რაღაცა უკიდურესად გადაულახავი წინააღმდეგობა. მოუფრთხილდეთ რა გარემოს. აჰა, ნაგვის პრობლემა აქაც არის. დაულევიათ ლუდი კაი ადგილას და დაუტოვებიათ.
ნაგავი. უკანა გზაზე წავიღოთ. ბავშვებს გაუჭირდებათ მართლა. ერთი საფეხური აქ ნახე გამოტოვებულია, მოძრა ეტყობა. ბავშვებისთვის არა აუსაბს ხო? ეს შესასვლელი მიყვარს აქ შესაძრომი. ამოვედით ქოროღლის ციხეზე, ისე ამ ციხეს აქვს რამდენიმე სახელი. ქოროღლის ციხე, აზეულას ციხე, გამიგია ასევე თამარის ციხე, კოჯრის ციხე ეს ვარიანტები და ეხლა წამოსვლის დროს ვკითხულობდი კიდე დამატებით ინფორმაციას და ისტორიულად აგარათა ციხე ერქვა, ანუ ამ შინდის კოჯორს ტაბახმელას აგარები ერქვა, შეიძლება მაქედან მოდის აგარაკი, არ ვიცი, თუ ვინმე მიცით მოგწერეთ. ხო და აგარათა ციხე ერქვა. ესე იგი რამდენიმე სახელი აქვს, 5, არც მახსენდება სხვა ციხე ამდენი სახელი რო ქონდეს. და ნახევარი საქართველო ჩანს, აი აქედან ნახევარი საქართველო, აი ესე დასავლეთით რო ვიყურებით, აქეთ არის ბირთვისი, ჩვენი ბირთვისის კანიონი ულამაზესი, აქეთ არის დიდგორის მონუმენტი, იქით შორს ჯერ არის არჯევანის მთა და თოვლი როდეს ნახე, ის არის აბულსამსარი წესით. აქეთ არის უკვე დმანისის მთები, პირდაპირ უყურებთ ფარცხის, ბოლნისის რაიონი, აქეთ არის ლოქჯანდარის ქედი, ადრე ჩვენი იყო დღეს სომხეთის არის, ისე მაგ მთაზე ძალიან წყდება გული ეგრო დავკარგეთ, ანუ ულამაზესი მთა არის. აქეთ გადმოვდივართ მარნეული, კუმისის ტბა, რუსთავი, გარდაბანი, ანუ მთელი საქართველო ჩანს რა. ეს რაც გარჩევა შეგვიძლია, რასაც ვხედავთ და ისე უკანა მხარეს, კავკასიონის ქედი ჩანს, ჩვეულებრივად კარგამინჩი, ეხლაც ჩანს. აქა მოსვლა, დაждდომა და ამ ყველაფრის ყურება არის ერთი სიამოვნება. ამინჩი გაგვიმართლა. იდეალურად. დიდი ისტორია აქვს ამ ციხეს და რო ვკითხულობდი, ესე იგი ხან დამპყრობელისგან ვიცავდით ამ ციხეში თავს, ხან ერთმანეთს ვეუბნებოდით. როგორც ხდება ხოლმე რა სტანდარტულად. ბევრი ბრძოლა აქვს გამოვლილი, გადატანილი და ჩემთვის თბილისის გარშემო ერთ-ერთი ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი არის. აი ის ერთი გამოტოვებული. თხილად ჩამოდით აქ. ანუ ხვლიკი რო იპოვე, ის არის ხელში გიჭირავს? კი. კი არ ვიპოვე, აი ბოთლებს რო ვიღებდი. ხო. ეტყობა შიგნით სუნზე ჩავიდა და ეხლა რიგითი ხვლიკის გადარჩენის ოპერაცია იქნება. წადი. ოპა. ბუნებაში თუ რამის აღრინჩვა მოგიწევთ ან დაგჭირდებათ. ესეთი კონფეტები არის სროლოთ, რომელშიც ჩადებულია პოლიეთილენის ვარსკვლავები, მოხტუნავე დირიჟორები თუ რა ვიცი, სხვადასხვა ფორმები. ანუ არ უხდება ბუნებას რა. აი აქ შეხედე რამდენი ყრიათ იყო თანამის აკრეფა არის საშინელება რა. არის სროლოთ. წარმოუდგენელია ამის აკრეფა. არის სროლოთ, არაფერი მაგით არ მოგაკლდებათ თქვენ. ჩვენ გვაქვს დამრიგებლური ვლოგი. ეხლა ვეშვებით კოჯრის ციხიდან ისე უკან იუნკერების მემორიალთან ჩავალთ და დავეშვებით ასურეთში. საინტერესო ფაქტი რაც არის, ორი ჯგუფი შეგხვდა უკან ჩამოსვლისას, ორივე იყო რუსულენოვანი. და გული მწყდება ხოლმე, იმიტომ რომ ქსნის ციხეზე მივედით ბავშვებთან ერთად, რუსების რამდენიმე ჯგუფი შეგხვდა, ბირთვისებში ჩავედით, იქაც რუსულენოვანი ჯგუფები დაგხვდა. კოჯორში რამდენჯერაც მოვედით, უმეტესობა რუსები იყვნენ, ხო და ჩვენ ან გულდასაწყვეტია იმ კუთხით, რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყნის ლამაზ ადგილებს, ისტორიულ ადგილებს არ იცნობს, ნაკლებად დავდივართ, ნაკლებად ვნახულობთ, არადა თუ არ ნახე სათანადოდ ხო ვერ შეგიყვარდება აქაურობა, ხო ვერ გეცოდინება რა სასწაული ბუნების პატრონები ვართ. ამიტომ რა ვიცი, ვისაც დრო გაქვს, ვისაც საშუალება გაქვს, ფიზიკური მდგომარეობა ხელს გიწყობთ, ამაზე უკეთეს საქმეს შაბათ-კვირას ალბათ ვერ გააკეთებთ. ასე რომ ვიაროთ და ჩვენია ეს ისტორიული ადგილები და სხვაზე მეტი ჩვენ უნდა ვიყოთ აქ. ქოროღლის ციხიდან ჩამოვედით. ეკლესიასთან, თეთრ ეკლესიასთან შემოუხვიეთ. ეს ბილიკი მარკირებული არ არის, მაგრამ აი ძალიან კარგი სატყეო გზა არის, ჩადის მერე ბილიკად გადაკეთდება და ჩადის კაბენის მონასტერთან. სიმაღლის აწევა არ გვაქვს, უნდა ვისეირნოთ, შემდეგი გაჩერება კაბენის მონასტერი. ჯოხებიც კი არ წამოვიღეთ, ისეთი კარგი ბილიკია,
რასაც ქვია დავსეირნობთ. აჰა, სერპანტინებიც დაიწყო მივდივართ. პატარა ქვაფენილი. მე მგონი ბილიკია, რომელიც ახალ ჩანჩქერთან ჩაგვიყვანს, რა ის მარშრუტში არ შედიოდა. წამოვცადოთ. მცირე გადახვევა გავაკეთეთ მარშრუტიდან. GPS-მა გვითხრა, რომ 1-200 მეტრის იქით თუ წავიდოდით, რაღაც ბილიკი დაგხვდებოდა და ბილიკის ბოლოში უნდა იყოს წესით ჩანჩქერი. მაგ ჩანჩქერზე ნამყოფი არ ვარ. ხო და მოუყვებით და მე მგონი ვიპოვეთ ეს ბილიკი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ახალ ბილიკებს რომ ნახულობ. ნუ ახალს ჩვენთვის თორე ალბათ ბევრი ადამიანია აქ ნამყოფი. მოკლედ წავიდეთ და ვნახოთ აბა რა დაგხვდება ბოლოს. შეწყდება თუ მიგვიყვანს ჩანჩქერთან. ლუკა გუჩვენებს ამბას ჩანჩქერს ახლა. არ მოგწონს? მასშტაბები ახლა გადასარევი არ არის. არც 90 გრადუსი არის ჩაჭირი, მაგრამ ლამაზი კლდე არის და აქეთ მე მგონი ხეობა უფრო ლამაზია. წამო, აბა იქნებ ზემოთ იყოს უფრო დიდი ჩანჩქერი. ოპა! გამოქვაბული ცივილიზაციის კვალი. მე მგონი აი ზემოთაც გადადის, ნახე რაღაც ბილიკი. აბა ერთ წამს ნახავ აქ დავზვერავ და მოვალ. ეს ლამაზი მონაკვეთია. კაბენის მონასტერში ჩამოვედით, ეს იყო დიდი კომპლექსი აქ მონასტერის. შენობა რაც აქ არის შემორჩენილი, ეს არის სვიმონ მესვეტის პატარა ეკლესია. საერთოდ მიწასთან არის გასწორებული, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იყო, ბეთანიაში როგორი ტაძარიც არის დიდი რა. ეგეთი ტაძარი იყო და ძალიან გავდა არქიტექტურით, რაღაც ძველი სურათები არის მაგის შემორჩენილი. ეხლა მაგას არ ეტყობა არაფერი, როგორც ჩანს იქ სათავსო არის მოწყობილი, ან მეცხვარეები იყვნენ, ან მესაქონლეები, ანუ გაპარტახებულია აქაურობა. თუმცა ეს ძველი შენობების ნანგრევები არის შემორჩენილი. ნახე რამხელა უზარმაზარი ორსართულიანი ან შეიძლება სამიანი შენობაც იყო. თავადები იყვნენ ქვემო ქართლში სოლოღაშვილები. და იმათი სამფლობელო იყო, იმით საძვალე იყო თავის დროზე. რამხელა მასშტაბი აქვს, ნახე, იქიდან მოყოლებული ესე გალავანი ქონდა და ამ გალავანზე მიდგმული იყო სხვადასხვა შენობა. აი ეს იქნებოდა იმ ძველი დიდი მოჩუქურთმებული ეკლესიის ბეთანიას როგავს იმისი ნატეხი ქვა არის. აი ესე შეხედე თლილი ქვა არის, როგორი დამუშავებული. აი აქაც ესე ძველი ჩუქურთმაა, ხედავ? აი ეს. ესე იგი ძველი ეკლესიის ნარჩენებით ეს რაღაც ქოხი არის აშენებული რა. ეს რო ნათალი ქვა არის, ხო ეტყობა არა კუთხეებზე და ცეცხლის ჩასაქრობად არის დადებული. გაუბედურებული აქაურობა რა. ამას ხეობაში კაი არის ისე 50 მონასტერი როა, მაგრამ ასეთი ისტორიული მონასტერი როა აღსადგენი აქ ქვემო ქართლში, სადაც ქრისტიანობას ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა. რა მე მგონი აქ ჯობია რომ აღადგინონ ეს მონასტერი რა. თუ არის საშუალება, რა თქმა უნდა. აი აქ არის ცალკე მდგომი შენობა. ეტყობა დაყუდებული ბერი იყო, ცალკე მაცხოვრებელი ბერი იყო და იმის შენობაა და წამო აბა ვნახოთ. აქეთ არის ყველაზე კარგად შემორჩენილი. თვითონ ეს კაბენის მონასტერი, რაც გალავნის შიგნით არის, ეგეც ხო დიდი მასშტაბის მონასტერია, მაგრამ იმ გალავნის გარეთ იქვე იყო სხვა ნანგრევებიც, ეს კიდე აქეთ ნანგრევი. ეს რაც უცებ ესე ჩანს, დანარჩენი ხო დღეს აქვს დაფარული. ანუ ძალიან დიდი კომპლექსი იქნებოდა თავის დროზე. და ალბათ სხვანაირად გამოიყურებოდა ყველაფერი. ისე ნახე როგორი მეტალის ის არის შემორჩენილი, ჟოლობის დასამაგრებელი. შეიძლება ძალიან გვიან ჩანგრეულიც არ არის. კომუნისტების დროს უღმერთობის პერიოდში. წამო ეხლა კიდე ერთი ჩანჩქერი ვნახოთ და წავიდეთ უკვე ასურეთისკენ.
ეს იყო ჩვენი მარშრუტის გეგმით გათვალისწინებული ჩანჩქერი. კაბენის მონასტერთან ყველაზე ახლოს რომელი ჩანჩქერიც არის? ალბათ გაზაფხულზე წვიმის მერე, როდესაც თვითონ მდინარე იქნება უფრო დიდი, უფრო მასშტაბური, მაშინ იქნება სანახავად. ეხლაც ლამაზია, მაგრამ თვითონ წყალი მოდის ცოტა. ქვემოთ ჩავიდეთ ეხლა, ვნახოთ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, მერე წავიდეთ უკვე ასურეთისკენ და შუალეთში ვჭამოთ. ჩამოვედით მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან, სხვათა შორის ძეგლთა დაცვის საიტზე ისე მოყვანილი მონაცემები, რომ ერთი მონაცემებით ის იყო სვიმონ მესვეტის სახელობის და ეს მიქაელ მთავარანგელოზის, მეორე მონაცემებით პირიქით არის. ყველაზე კარგად ამ კომპლექსში ეს ეკლესია არის შემონახული, გარშემო აქვს თლილი ქვის პერანგი შემორჩენილი, თუმცა ეს ქვებიც აი ძირში განსაკუთრებით ეტყობა წყლისგან და მზისგან, ქარისგან, ბუნებრივი პირობებისგან უკვე დაზიანებულია. ჩუქურთმები აქვს შემორჩენილი აქეთ, ნახე, აი სარკმელთან ლამაზი ჩუქურთმები არის და სანამ ამ ეკლესიასთან შემოვიდოდით, გათლილი ქვები ეყარა და როგორც ჩანს ზემოთ სარტყელიდან მოხსნეს ის ქვები და ნორმალურ რესტავრაციას ელოდება, რომ სრულად აღდგეს ეს ეკლესია. პატარა ქვები რომ არის ხოლმე ჩასმული, ეგ მიყვარს. აი ეს პატარა ქვები რომ არის, ნახე რა. ზემოთაც იყო ერთი ეგეთ, ნახე, ის თეთრი ქვა იყო ზემოთ. დავისვენოთ ცოტა ხანი ლაშქრობის სასიამოვნო ნაწილი, ორი ლუკმა შევჭამოთ. პური, ყველი, ნუში და თხილი. ეს სოსისი. დესერტი და ბანანი. წინა ვიდეოში გუდამაყარში რო ვიყავით წასულით, მე განახეთ ყველა ისეთ გასვლაზე, როცა მაღალმთაში მივდივართ, ზამთრის გასვლა, ან ალბათობა არსებობს, რომ წვიმა წამოვათქო, თითქმის ყველა გასვლაზე დამაქვს წყალგამომტარი სუნთქვადი, ანუ გორტექსის ფენა. მოდი ესე დავარქვათ. ეხლა აი ამ პაწაწკინტელა წყატოში, რომელიც სხვათა შორის მეორადებში ვიყიდე ლარად, დღეს წამოღებული მაქვს გორტექსის ფენის ნაცვლად აი ესეთი მსუბუქი, კომპაქტური, ქარგაუმტარი ფენა. ეს ეხლა ცოტა რო წამოწინწყლოს მიშველის, დანარჩენად ქარისგან მიცავს, შესაბამისად მცირე რაოდენობით თბოიზოლაციაც აქვს, თუმცა ვინაიდან გამოცხადებული იყო იდეალური ამინდი, ვინაიდან მივდივართ თბილისთან ძალიან ახლოს, ანუ ცივილიზაციასთან ახლოს და რისკები იყო დაბალი, ამიტომ აღარ წამოვიღე დიდი გორტექსის ფენა და წამოვიღე ესეთი ქარგაუმტარი ზედა, რომელიც ძალიან პატარა ზომაზე იკეცება. ხო გეუბნებით, ეს არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ძალიან დაბალი რისკები არსებობს იმის, რომ ან წვიმა წამოვიდეს და თუ წვიმა წამოვა, რაიმე ცუდი შედეგი იქონიოს. გამოსაცვლელი წინდები, ხელთათმანები და ბაფი, ესენი მაინც მაქვს წამოღებული. ოპ. ესეთი პატარა ტიპია. მოვადექით მე-13 კილომეტრზე მნიშვნელოვან ორიენტირს ჩვენი მარშრუტის, ეს არის ასურეთის წყლის წყალსაცავი. ხო, აქედან უკვე წესით 9 საათის გზა დაგვრჩა სოფელ ასურეთამდე და იქ უკვე ბევრი ადგილი გვექნება სანახავი. სწრაფად მივდივართ გრუნტის გზაზე, გვინდა რომ ჩაუსწროთ მზის ჩასვლას. ძალიან სწრაფად ღამდება ნოემბერში. 15 კილომეტრზე მეტი რახან გამოდის უკვე, ხო? მთლად სეირნობა და მარტივი მარშრუტი აღარ ერქმის. და მეც უკეთ დავდივარ. შენც უკეთ დადიხარ, კი, ცალსახად. შემოვედით სოფელში, როგორც იქნა ჩამოვედით სოფელ ასურეთში და როცა კოჯრიდან მოდიხარ, პირველი შენობა, ესეთი ძველი ლამაზი შენობა გვხვდება აბანო. ეს იყო ძველი აბანო. ეხლა ფუნქცია აქვს დაკარგული. მაგრამ რა ლამაზად არის ქვებით აშენებული კედელი. წამოდი ეხლა მოვასწროთ და გერმანელების სასაფლაო მოვინახულოთ. ძველებური სასაფლაო გერმანელების. ეს გერმანელები აქ ჩამოვიდნენ, ჩამოსახლდნენ 1817 წლებში დაიწყეს ჩამოსახლება. მეფე ალექსანდრე, მან რუსეთის მეფემ სასათბურე პირობებს შეგიქმნითო დაპირდა. ჩამოსახლდნენ, დაიწყეს ჩამოსახლება გერმანიის ვიუტენბერგის რაიონიდან. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს ჩამოვიდნენ. ზოგს თავისი რელიგიური შეხედულებები ჰქონდა ლუთერანული ეკლესიისგან ცოტა განსხვავებული, ანუ გარკვეულწილად ცოტა სექტა პროტესტანტები იყვნენ. ნაწილი გაჭირვებას გამოექცა, ჩამოვიდნენ, დასახლდნენ, ძველი სოფელი იყო, ქართული სოფელი იყო ასურეთი. მერე ეტყობა ლეკიანობის პერიოდში გაუკაცრიელდა, ჩამოვიდნენ გერმანელები, დასახლდნენ და ააშენეს ძალიან კარგი და ლამაზი
სოფელი. ამ სოფელს ეწოდა ელიზაბეტტალი. ელიზაბეტის საპატივცემულოდ წმინდა ელიზაბეტის დღეს დაარსდაო, თუმცა იმ ალექსანდრეს ცოლსაც ელიზაბეტი ერქვა და გაიგეშენ ახლა. მე მგონი ერთი გასროლით ორი კურდღელი მოინადირეს პრაგმატულმა გერმანელებმა. აი ახლა ამ სასაფლაოს უყურებთ და როგორი ერთიანობა და ერთობა იგრძნობა, ანუ აი საზოგადოების როგორი ერთიანობა იგრძნობა, რომ აი ერთ წრეში არიან, ერთ იმას ელაპარაკებიან და როგორი გემოვნებით არის გაკეთებული და შევადაროთ დღევანდელ ჩვენ მარმარილოს სარკოფაგებს, რომ აი აბა 20 კვადრატი შემოვიმტკიცოთ, არავინ ჩაგვისაფლაონ გვერდზე. დავხარჯოთ ბევრი ფული რომ გამოჩნდეს რომ რაღაცა მდიდარი ოჯახი იყო და ვინმე რო არის ფიქრობს რომ აი გერმანელების სასაფლაოზე გადავირიეთ ეგრე არ არის ანუ ძველი ქართული საფლავები მაგალითად თეძმის ხეობაში სოფელი ფიცესი არის სურათს დავდებთ თუ გაქვს გადაღებული მაგისი ანუ მასეთი აურა და მასეთი განწყობა ფიცესის სასაფლაოს რო აქვს არ ვიცი და ქართულ ძველ საფლავებზე გამოსახული იყო ხოლმე პროფესია ზოგს დუქარდი ქონდა ხელში ზოგს თოფი ეჭირა ცხენი თან ისეთი წარწერები იყო გამლელმა შემინდოს შეწყალებას ითხოვდნენ და ანუ ძველი საფლავები არის გემოვნებიანი ისტორია და ნახე როგორ არის იქით Ruhe in Frieden ანუ rest in peace შუდად განისვენე ხო წამო და გზაში ამათ ისტორიას მოგიყვები წამოდი წრეში სასაფლავებმა დიდი საბეჭდილება მოახდინა აი ეს ნახე ძველი სახლი გერმანული სტილის ხვენი ზომას დააკვირდით რამხელა სახლები შენდებოდა საუბარი არის 2 საუკუნის წინანდელ სახლებზე 2 საუკუნის 1818 წელს 17-18 წელს დაიწყეს ამათ ჩამოსახლება მე აქ რო ჩამოვიდნენ გამრავლდნენ კარგად დღეს რო არის რომ ევროპაში ერთ შულზე უნდა იყოს ეგრე კი არ იყო ძველი სურათები რო ნახო 8 შვილი 7 შვილი ეს ჩამწკრივებულები არიან ეს სოფელი ანუ ელიზაბეტტალი იყო დიდი სოფელი კატერინენფელდი დღევანდელი ბოლნისი კიდე უფრო დიდი იყო და აქ რო გამრავლდნენ მე პატარა ესეთი შვილობილი სოფლები გააკეთეს გადავიდნენ დღევანდელი თრიალეთი იქაც რომ მიხვიდე ლუთერანული ძალიან ლამაზი ეკლესია დაგხვდება მანდაც წავიდნენ აქედან მარაბდა არის ქვემოთ სოფელი აქ მანდაც გადასახლდნენ ღვინოს წურავდნენ სოფლის მეურნეობა უმაღლეს დონეზე იყო თან ესე სურათებში რომ ნახო გამოწყეპილები არიან მოწესრიგებულად როგორც ჩანს დიდი კულტურა ჩამოიტანეს იქიდან შრომის კულტურა თანამ მეფეს ალექსანდრეს მოთხოვნა ჰქონდა რომ დაოჯახებულები ჩამოსულიყვნენ ხელობა ცოდნოდათ და ასე შემდეგ ანუ ისე ნებისმიერ ბოგანოს არ ეპატიჟებოდა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომი რო დაიწყო მოკიდეს ხელი და გაასახლეს მთელი ეს სოფელი არა მარტო ეს სოფელი ყველა გერმანელი გაასახლეს საქართველოსდან ანუ ვისაც შერეული ოჯახი არ ქონდა ქართულთან შექმნილი ეგეთი კანტიკუნტად იყო გაასახლეს და მან დამთავრდა სამწუხაროდ გერმანელების ეს ისტორია საქართველოში იმიტომ რომ იმ გადასახლებიდან ალბათ უმეტესობა დაიღუპა ვინც არ დაიღუპა მე დიდათ არც დაბრუნებულა და ამ სოფელში ჩამოასახლეს რაჭველები ანუ ასურეთი გახდა რაჭული სოფელი თუმცა შემორჩა ეს ძველი არქიტექტურა ძველი ეს გერმანული სახლები და საინტერესო სანახავი არის ეს არის ამ სოფელში ასე ვთქვათ გერმანული ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი მემკვიდრეობა ლუთერანული ეკლესია რომელიც 1871 წელს აშენდა ძალიან ლამაზი სანახავია და მიხარია რომ აღადგინეს იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს აი ეს ზემოთ თავი რასაც უყურებ რა ეკლესიის გუმბათი მოანგრიეს კულტურის სახლად გადააკეთეს მერე დაიწვა და უპატრონოთ იყო ანუ მიგდებული და გაუბედურებული და ეხლა რესტავრაცია ჩაუტარეს როგორც ხედავ თავი ზემოდან ახალი დაადგეს და თავისი მშვენიერება დაიბრუნა ეს არის ასე ვთქვათ ამ სოფლის ცენტრი და ძალიან გემოვნებიანი ტაძარი ასეთივე ტაძარია სოფელ თრიალეთში წალკაში მე მგონი შეგიძლია აქედანვე დავამშვიდობოთ. შეგვიძლია ხო, დაახლოებით 18 კილომეტრი გამოგვივიდა. ეხლა დრონსაც ბოლოჯერ ვაფრენთ დღეს. გავალთ სოფლის გაჩერებაზე და იმედია მალევე წავალთ თბილისში. მთლად მარტივს ვერ დავარქმევდით, ანუ მაინც კილომეტრებიდან გამომდინარე, თან იმის გამო რომ ამდენი ვილაქლაქეთ. სადღაც მარტივსა და საშუალო შორის იყო სასიამოვნო გასვლა. საინტერესო გასვლა იყო. დახუნძრული ისტორიული ძეგლებით და მთელი ამბებით. ალბათ იყო დამეხმარე ახლა ამის. აბა, შემდეგ გასვლამდე.
ხო, გემშვიდობებით შემდეგ გასვლამდე და ამასობაში აღჭურვილობის განხილვის ვიდეოებსაც დაგაწევთ. გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, თქვენ ჩვენი მთავარი მოტივატორები ხართ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. აბა დროებით. დროებით. იარეთ ბუნებაში. ბევრ რამეში დაგეხმარებათ. კი ბატონო.